მოგესალმებით. ბავშვი ყველაზე უფრო სათუთი და მგრძნობიარე არსებაა. დედამიწაზე და მასთან ურთიერთობის დროს დიდი სიფრთხილე და ცოდნაა საჭირო. როგორ უნდა მოვამზადოთ ჩვენი პატარები ეკლესიისთვის, თემაზე უფრო ვრცლად ჩვენი სტუმარი საუბრებს. თემქაზე მდებარე ბიჭვინთის ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის ხატის სახელობის ტაძრის წინამძღვარი დეკანოზი დავით კონჯარია. დილამშვიდობისა მამაო. მოგესალმებით. მშვიდობა მოგმადლოთ უფალმა, ქრისტე აღსგა. ჭეშმარიტად აღსდგა. ილოცავთ აი წინვალე აღდგომას, რომელსაც ეიმობს ეკლესია 40 დღის განმავლობაში და ჩვენ ყველამ კარგად ვიცით, რომ ქრისტიანები 40 დღის განმავლობაში გამარჯვებასთან ერთად ადამიანებს ქრისტეს აღდგას ულოცავენ, რადგანაც ყველაზე დიდი გამარჯვება არის ქრისტეს აღდგომა ბოროტებაზე და უფალმა ეს სიხარული მოგვანიჭა და ჩვენ ვხარობთ ნამდვილად. ვიყავით რა მასთან ერთად ჯვარცმულნი, აღდგებით მასთან ერთად, როგორც ამბობს საგალობელი და ეს სიხარული, ეს უზომო სიხარული 40 დღის განმავლობაში მხურვალედ აღინიშნება ყოველი ქრისტიანის მიერ. ღმერთმა დაალოცოს საქართველო და აი ამ განსასწრელისაგან გამოიყვანოს აი აღდგომის მადლით. თქვენთან ერთად. მამო, ძალიან საინტერესო თემაზე უნდა ვისაუბროთ. დღეს ეს არის ბავშვები და ეკლესია, თუ როგორ უნდა მოვამზადოთ ბავშვები ეკლესიისთვის. ჩვენ ვიცით, რომ ესეთი ოქროს წესი არ არსებობს, თუ როდის და როგორ უნდა მივიყვანოთ ბავშვი ეკლესიაში, თუმცა საინტერესოა მაინც რჩევები სასულიერო პირისგან, როგორ ხდება ბავშვის მომზადება მომავალი ქრისტიანული ცხოვრებისთვის. დიახ, სანამ ამ საკითხს შევუდგებოდით, ძალიან კარგი იქნება გავიხსენოთ სახარებაში, თუ როგორ ჩანს უფლის დამოკიდებულება ბავშვებთან მიმართებაში. როგორ ვხედავთ ჩვენ ამას და ჩვენ გვაქვს რამოდენიმე ადგილი, სადაც უფალი უშუალოდ ბავშვებთან არის დაკავშირებული და ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ადგილი გახლავთ, როდესაც მაცხოვარი, რომელიც მრავალსასწაულს იქმნოდა და უამრავი ადამიანი, ათასობით ადამიანი მის გარშემო ტრიალებდა, ბავშვები იყვნენ, რა თქმა უნდა, ამ ადამიანებთან ერთად და ბავშვებს სურდათ უფალთან მისვლა. მასთან მიახლება, რა თქმა უნდა, სადაც სითბოა და სიყვარულია, ბავშვებს იქ უყვართ მისვლა და მით უმეტეს ჩვენ შეგვიძლია წარმოვიდგინოთ, უფალი რამდენად მოსიყვარული ჩანდა ადამიანების თვალში, როგორ აღიქვამდნენ მას და ბავშვებისთვის ეს რამდენად სასიამოვნო იქნებოდა უფალთან მიახლება და სიხარულის მომტანი და რა თქმა უნდა, ისინი მიდიოდნენ უფალთან ძალიან ხშირად და ერთ-ერთი აი ესეთი მისვლის დროს მოციქულები აყენებდნენ ბავშვებს და ეუბნებოდნენ, რომ აქ ახლა მნიშვნელოვანი რამ ხდება და თქვენ აქ ნუ დარვიხართ. უფალმა შენიშვნა მიცა მოციქულებს, რომ ნუ აყენებთო ბავშვებსო, ჩემთან მომართო. ესე იგი გამოუშვითო ყოველთვისო ჩემთან ბავშვები, რადგან ეგევითართ არ სასუფეველი ცათა, ანუ ასეთების არის ცათა სასუფეველი და არის როდესაც მოვლენ ბავშვები, ესე იგი უფალმა მოეხვია ბავშვს, ეამბორა მას და დალოცა და ერთ-ერთი გარდმოცემის მიხედვით, ერთ-ერთი ეს ბავშვი იყო ეგნატე ღმერთშემოსილი, რომელიც შემდგომ გახდა მღვდელმთავარი და დიდად, ესე ვთქვათ, შეეწევა ქრისტეს ეკლესიას. ანუ უფალს ჰქონდა ძალიან თბილი და მოსიყვარული დამოკიდებულება ბავშვებთან და ჩვენ მიგვითითებს იმაზე, რომ აი ეს ბავშვობა უნდა შევინარჩუნოთ უკვე ჩვენ დასრულობაში. ანუ ბავშვს უნდა გაუფრთხილდეთ, მის სულს უნდა გაუფრთხილდეთ და სწორი აღზრდა, სულიერი აღზრდა უნდა დავიწყოთ ბავშვისა ჩვილობის ასაკიდან. აი ძალიან მნიშვნელოვანია, რომ პირველ ყოვლისა ის ვთქვათ, რომ დედა, რომელიც ორსულად არის, ის ეზიარებოდეს მამასთან ერთად. ბავშვს უკვე დედის წიაღშივე ესმოდეს ლოცვის ხმა. შემდგომად ამისა, როდესაც ბავშვი დაიბადება, ის ხედავდეს სულიერ გარემოს, ატმოსფეროს, ლოცვის ხმას ისმენდეს. ჩვენ არ უნდა წარმოვიდგინოთ ესე, რომ ბავშვი არის რაღაცა გასართობი, მხოლოდ სამხიარულო რაღაც ჩვენთვის არსება. არა, ის არის დასრული ადამიანი შემდგომში, რომელიც სრულყოფილი მოქალაქე უნდა გახდეს და თუ ავიღებთ სახელმწიფოს, აი რასაკეთებს სახელმწიფო ამისათვის. სახელმწიფოს ზრუნავს იმისათვის, რომ ბავშვი გახდეს სრულყოფილი მოქალაქე.
და რითი აკეთებს ამას? ის ავალდებულებს ბავშვს მშობლების ხელით, მშობლების მიერ, რომ ბავშვი უკვე 6 წლის ასაკიდან დადიოდეს სკოლაში. მან მიიღოს სათანადო განათლება. დიახ, რომ გახდეს სრულყოფილი მოქალაქე და როდესაც ის გახდება სრული ასაკი, ის არ გახდეს ცხოვრების მიღმა არ აღმოჩნდეს და განათლებასთან ქონდეს, რა თქმა უნდა, სრულფასოვანი წდომა. და ამისათვის კვირაში 5 დღე, ზოგჯერ 5, 6 და 7 საათიც კი ხდება ბავშვის წრთობა, ანუ განათლება სკოლაში. ანუ სახელმწიფო ამას თვლის ნორმალურად და მით უფრო საგულისხმოა და საფიქრალია ის, რომ ტაძარი არის ადგილი, რომელიც უფალმა დაარსა დედამიწაზე, ეს არის ადგილი, სადაც ჩვენ ხვდებით ქრისტიანები, ეს არის ქრისტეს სამყოფი და აი ტაძარში უნდა მოხდეს ადამიანის ქრისტიანად ფორმირება. ანუ ტაძარში ხვდებით ჩვენ ქრისტიანები და შესაბამისად ჩვენ უნდა ვცდილობდეთ, რომ ჩვენი შვილებიც ხშირად კვირაობით დადიოდნენ ტაძარში. რა თქმა უნდა, თუ მრავალშვილიანი ოჯახია და ეს დღევანდელ პირობებში კიდევ უფრო გართულდა, იმიტომ რომ გადაადგილებას ჭირს, მაგრამ ღვთისმადლი და წყალობით ხშირია უკვე ტაძრები თბილისში და სოფლებში, რაიონებში და აი ჩვენ უნდა ვეცადოთ, რომ ჩვენ როდესაც მივდივართ ტაძარში, ჩვენი შვილებიც რა თქმა უნდა მივიყვანოთ და მათ რა თქმა უნდა სიყვარულით და სითბოთი ვასწავლოთ ქრისტიანობა. მხოლოდ და მხოლოდ ესე რა თქმა უნდა და მამა დავით, ბოდიში შეგაწყვეტინეთ. თქვენ კარგი შედარება გააკეთეთ სკოლის განათლებასა და რელიგიურ განათლებას შორის და ძალიან საინტერესოა. როდესაც ბავშვი შედის სკოლაში, ამისთვის ის დიდი ხნის განმავლობაში ემზადება ოჯახში, ემზადება ბაღში და ამისთვის ამაზე ბევრი ადამიანი მუშაობს, რომ ბავშვი ფიზიკურადაც, ემოციურადაც და რაღაც განათლების დონითაც მზად იყოს სკოლისთვის. როგორ ხდება ამ შემთხვევაში ეკლესიაში მისვლისთვის მომზადება? აი, მე ისევ ჩემს პირველ კითხვას დაუბრუნდები, როგორ უნდა მოხდეს ბავშვის მომზადება, თუ ის მუცლად ყოფნის პერიოდიდანვე არის მეს ლოცვის ხმას, როგორც ეს თქვენ ახსენეთ და უკვე დიდ ასაკში უწევს მას, დიდი ბავშვობის ასაკში უწევს მას ეკლესიაში მისვლა. დიახ, მე მინდა გითხრათ, როდესაც ჩვენ საუბრობთ ამ საკითხზე, ძალიან მნიშვნელოვანი არის პირადი გამოცდილება ამ საკითხთან დაკავშირებით. მე გულახდილად გეტყვით, მე 16 წლის ასაკიდან დავიწყე ეკლესიური ცხოვრება და ჩემზე, ესე ვთქვათ, ესეთი ზეგავლენა არ მოუხდენია არავის, რომ მე ტაძარში მივსულიყავი. ეს იყო ჩემი არჩევანი, თავისუფალი არჩევანი და მინდა გითხრათ, როდესაც მე ეს ნაბიჯი გადავდგი და მივედი ეკლესიაში, მე მქონდა ერთი პირობა, რომ ეს ჩემთვის იყო ძალიან აღმოჩენა აი ამ სამყაროს, ძალიან დიდი ღვთის არსებობის, ესე იგი ძალიან დიდი საოცრება იყო ჩემთვის, მაგრამ იყო ერთი რამ, რომ მე ჩემთვის ყველაზე მნიშვნელოვანი იყო, რომ მე ადამიანად დარჩენილიყავი. ანუ ეს იმდენად მნიშვნელოვანი იყო ჩემთვის, რომ აი მის ძიება, რომ გახდე სრულფასოვანი ადამიანი არის, აი ალბათ ქრისტიანობის მთავარი მონაპოვარი. აი ეს არის, რაც ჩვენ ამას ესე იგი გვახალისებს, აი ეკლესიური ცხოვრება ყოველდღიურად გწყურია ქრისტიანობა, რადგანაც ის ჩვენ გვტოვებს ადამიანებად, გვაძლევს საშუალებას, რომ აი გაუძლოთ თუნდაც შვილისთვის რატო არის აუცილებელი, რომ როდესაც შენ ცდილობ მშობელი, რომ ის ნეობრივად აღზარდო, ამ დროს სამყარო მას ეუნება, რომ ესეთი ცხოვრება არ არის დღეს მოდაში, ესე ვთქვათ, დღევანდელი ცხოვრება აბსოლუტურად განსხვავებულია და რომ გაუძლოს და დაუდგეს აი ამ სამყაროს მის, ესე ვთქვათ, ცუდ გამოვლინებებს, ამისათვის მას სჭირდება რწმენა. და აი ამ დროს მე როდესაც მივედი ტაძარში, მე საოცარი თბილი გარემო დამხვდა. მე მინდა აფხაზეთში და დიახ, აფხაზეთში მოხდა და მე სულ დღევანდელ დღემდე გრძელდება. ანუ მე ძალიან თბილ გარემოში ვარ დღესაც რა, ჩემი მოძღვარი და ის ადამიანები, რომლებიც ჩემს სულზე ზრუნავდნენ, თქვენ თქვით, რომ აი მრავალი ამბზდელი ყავს ადამიანს, არა, სანამ სკოლაში მივა. აი ეს გარემო, ეკლესიური გარემო იყო საოცარი, მინდა გითხრათ, სიყვარულით სავსე და მე მხოლოდ
მინდა მადლიერებით გავიხსენო ეს ჩემი თქვათ სულიერი ჩვილობა და ყრმობა აი ეკლესიური ცხოვრებისა და აი ესევე ჩემთვის ცოტა არ იყოს აი გამოცდილება არ მაქვს მე აი ჩვილობის ასაკი და როგორ არის ეს ეკლესიური ცხოვრება მაგრამ თუმცა თქვენ სასულიერო ერთ-ერთ ასევე მამაბრძანდებით და თავისთავად მაგალითი დიახ შვილებს ვზდით კი ბატონო და მრავალშვილიანი მამაბრძანდებით როგორც ვიცით დიახ და ვზდით შვილებს და იცით აი მათთან სიყვარულით ყველაფერი კეთდება რა ჩვენ ისინი უნდა დავიმეგობროთ რა თქმა უნდა ჩვენი კარგი მეგობრები უნდა გახდნენ გარდა იმისა რომ ჩვენი შვილები არიან ჩვენ მათთან უნდა მეგობრობდეთ და სიყვარულით უნდა ვუსნიდეთ აუცილებლობას საჭიროებას იმისა რომ რატო უნდა იცხოვროს ადამიანმა ეკლესიურად რომ ქრისტიანობა არის საშუალება რომლითაც შენ ცხოვრობ იწყებ სასუფეველის მოქალაქეობას უკვე დედამიწაზე და შენ გინარჩუნდება ადამიანობა და შენ უფრო მეტი ადამიანი ხდები ყოველდღიურად, როდესაც ცხოვრობ ეკლესიურად. აი ეს არის ვფიქრობ ყველაზე დიდი მადლი ღმერთთან მყოფობით, ღმერთთან თანაზიარებით და როდესაც ყველაზე კარგი მაგალითი ჩვენ ესე შეიძლება ვთქვათ შვილებისთვის არის დედმამის სწორი ქრისტიანული ცხოვრება. ანუ მოღვაწეობა, საკუთარი მოღვაწეობა საუკეთესო მაგალითი. აი მე მაგალითისთვის მინდა გითხრათ რომ თუ კი ჩვენ დავინახავთ რომ ოჯახში ვინმე ლოცულობს და ეს არ არის ესე ვთქვათ ერთჯერადი აქტი, არამედ ლოცველი ადამიანი არის ოჯახში, ეს იმას ნიშნავს რომ ოჯახში აუცილებლად შვილები მას მიბაძავენ, იმიტომ რომ ქმედება თან დადებითი ქმედება არის გადამდები. აი ამას უნდა ვაკეთებდეთ ჩვენ შვილებს იმდენს არ უნდა ვთხოვდეთ რამდენად საკუთარ თავს რომ ჩვენ ვიყოთ კაი ქრისტიანები და მაშინ მშობლის განვლილ ნაკვალევზე შვილისთვის ძალიან ადვილია უკვე სიარული რადგან ის პირდაპირ ხედავს აი ამ დადებით მუხტს სწორ ქრისტიანული ცხოვრების შედეგს აი მაგალითისთვის ვთქვათ თუ კი მე მყავს დედა და მამა რომელნიც არიან ხანში შესულები და მე დავდივარ ეკლესიაში მაგრამ მათ არ ვუვლი არ ვცემ ჯეროვან პატივს აბა ახლა შვილი რა მაგალითს ხედავს ჩემში ხო და პირიქით თუ კი მე თავს ვაძალებ და ხმასაც აი ვცდილობ რომ თავაზიანი იყო ყოველთვის იმ დროს, როდესაც შეიძლება როგორც ამბობს ბიბლია, როდესაც მშობელი მოუძლურდებაო, ნუ გაუწყრებიო შვილო მშობელსო ბიბლია ამბობს, მოუთვინეო. და აი ამ ცნებებით ცხოვრობ, დედმამის პატივისცემით ცხოვრობ, თავს ვალოცინებ, მივდივარ მოხუც მამასთან დამლოცე, ხელზე ვემთხვევი, დედას ვეფერები. აი შვილი ხო ამას ხედავს და ხედავს შედეგს. როგორც ამბობდნენ ჩვენი წინაპრები, კვიცი გვარზე ხდის და რასაც ბავშვები ხედავენ, იგივე იმეორებენ. თუმცა მამა ხშირ არც თუ ისე ხშირად, მაგრამ ხვდებით ხოლმე ისეთ ფაქტებსაც, როდესაც ძალიან რელიგიური მორწმუნე ოჯახი ამლოცველი მშობლები არიან, ბავშვი დაბადებიდანვე ტაძარში დაყავთ, თუმცა მოულოდნელად რაღაც დაბრკოლების წინაშე აღმოჩნდებიან ხოლმე და ბავშვი რატომღაც გულს აიცრუებს ხოლმე ტაძარში სიარულზე. ეს ზოგჯერ გარდატეხის ასაკში ხდება, ზოგჯერ როდესაც გარემო სიცვლის ბავშვი ან მეგობრების წრეს ან სკოლას მაშინ ხდება, თუმცა ესეთი რაღაცები ხდება. აი ამ დროს როგორი უნდა იყოს მშობლის დამოკიდებულება? ხშირად მშობლები აგრესიულები ხდებიან, როდესაც ბავშვს ან ეზარება ან არ უნდა ტაძარში მისვლა და ეს კიდევ უფრო მეტად აბრკოლებს ხოლმე ბავშვებს. როგორია სწორი მიდგომა ამ დროს მშობლის და სასულიერო პირის, როდესაც ბავშვი ერთ დღესაც გადაწყვეტს, რომ ეკლესიაში აღარ უნდა სიარული? დიახ, აქ ჩვენ უნდა მრავალი ფაქტორი დავინახოთ საზოგადოების ზეგავლენა, რომელშიც უკვე დამოუკიდებლად უწევს ბავშვს შესვლა საზოგადოებაში და იქ გაბატონებული, ესე ვთქვათ, ცხოვრების წესი. თუნდაც, ესე ვთქვათ, ბილწიტყვაობა, რომელიც რატომღაც შეიძლება უცებ ბავშვმა შეიძინოს და მე აღმოაჩინოს, რომ ეს ნორმა საზოგადოებაში და მეტიც შეიძლება მშობელს უთხრას, რომ არათუ ნორმა, რომ შენი თავი დაიმკვიდრო, ესე უნდა ისაუბრო, ესე უნდა ილაპარაკო და აი აქ ხდება, რა თქმა უნდა, ნაბიჯ-ნაბიჯ მშობელი უნდა სიყვარულით ასწავლიდეს და ზრდიდეს საკუთარ შვილს. მოძღვრის როლი როგორია ამ დროს? დიახ, ძალიან დიდი, რა თქმა უნდა, მოძღვარი იბარებს ასე დროს ბავშვს, რა თქმა უნდა, სიყვარულით, აი
თუკი მოძღვრის ხელში არის აი ერთი ბავშვობიდან და პატარობიდან მოძღვართან და ქონდათ ურთიერთობა ოჯახებით ეკლესიური თემი ეს არის ოჯახი ტაძარი ოჯახად გარდაიქცევა მე სული ეს არის ყველაზე დიდი ოჯახი ქრისტეს ოჯახია და აი იქ მეგობრობენ ურთიერთობენ მოძღვარი მრევლი მათი შვილები და აი შეიძლება ბავშვმა ვერ შეძლოს რაღაც ერთ დროს რაღაც პერიოდი დაუდგეს ტაძარში სიარული მაგრამ ის მოძღვარი მეგობრად რჩება მისი მეგობარია მისი ახლობელია საყვარელი ადამიანია და მასთან გასასაუბრებლად სიხარულით მოდის ხოლმე და ესე ვთქვათ აი ერთად გადიან აი ამ პერიოდს აი რაღაც პერიოდს გარდატეხის პერიოდს ძირითადად მაშინ ხდება როდესაც აი ბავშვი დაიწყებს უკვე დამოუკიდებლად სიარულს ვთქვათ უმაღლესში ბოლო კლასებში უკვე თავი გონია რომ არის ყველაფრის ცოდნე და ეს ბუნებრივად არის ეს პერიოდი ესეთი გარდატეხის ასაკია და აი ამ დროს რა თქმა უნდა მშობლებმა დიდი სიყვარულით, დიდი რუთუნებით უნდა მოთმინებით, უნდა ესე ვთქვათ, დააცადონ ბავშვს ის რომ მან რაღაცა დაინახოს სხვა განსხვავებული. ოდესაც აი ამ განსხვავებულს დაინახავს, აუცილებლად ის გემოს იგემებს აი ამ განსხვავებულისას და დაინახავს რომ იქ ბევრი არაფერი არის გემრიელი რა, რომელიც საბოლოო ჯამში კარგს არაფერს მოუტანს. აი ამ ხიფაც აუცილებლად იგრძნობს. ის კიდევაც მაგარია იმით, რომ შეიძლება სახში მოდის და ესე სულიერი გარემო აქვს და თავს რაღაცა კადნიერდება და შევა სიღრმეში და დაინახავს, რომ საბოლოო ჯამში არაფრის მომცემია და მეტიც შეიძლება აი ამ ქვეყნიური გართობის რაღაც საშუალებების ბოლოს სიკვდილი არის. და ჩვენ ამას ხედავთ რომ ეს გართობები, საშუალებები, რომელიც თანამედროვე სამყაროს ბავშვებისთვის აქვს და მოზრდილებისთვის აქვს, მე სპორტზე არ ვსაუბრობ, მე ვსაუბრობ აი თუნდაც იმ ღამის კლუბებზე, ინტერნეტ თამაშებზე, რომელსაც ბევრი მოზარდი შეიწირა და ბავშვი. დიახ, ნარკოტიკები ავიღოთ თამაშები, ეს აზარტული თამაშები, ხო? თქვათ უზნეო რაღაც ისეთი ცხოვრების წესი, რომელსაც სამყარო, რომელსაც სულ გვეუბნება, რომ აი რაც გსურს გააკეთე. და აი ამ რაც სურს გააკეთეს ბოლოში არის არაფერი. აბსოლუტურად სიცარიელია და აი ამ სიცარიელეს ხედავს მე საბოლოო ჯამში ადამიანი და აი მე რატომ მოდის ტაძარში რომ აღარ შეუულია უნდა სიცარიელეს შევსება უნდა ხო სიცარიელეს შევსება უნდა და აი ჩვენ ეს არ უნდა შეგვეშინდეს ნამდვილად არ უნდა შეგვეშინდეს ცოტა ხნით რაღაც პერიოდი ბავშვი აი ამ გარჩევა აი ეს პერიოდი აქვს იცით ჩვენ როდესაც მოვედით ტაძარში მე აი ამას ვხედავდი ამ სიცარიელეს და ამან მომიყვანა დიდმა წყურვილმა და აი ბავშვი რომელსაც ეს აქვს მას გონია რომ ეს მისია ბუნებრივია ეს მისი რწმენა ბუნებრივად აქვს და აი ეს გამოცდილება არ აქვს რომ იქ რო წავა ამას დაკარგავს და მე ხედავს რომ უკვე რა მდგომარეობაში იყო და რა მდგომარეობაში აღმოჩნდა და რა თქმა უნდა მე ისე მოbrunდება და შეუძლებელია რომ აი თქვათ პირობითად ავიღოთ რაღაც უგემოვნო საკვები და გემრიელი საკვების არჩევანი რო ვერ გააკეთოს ხო? როდესაც გემრიელ საკვებს იკვებება ადამიანი და სხვა არ იცის რა არის, როდესაც იმას იგემებს, როგორც ადამიტიროდა მე მთელი ცხოვრება და მისი ესე ვთქვათ მოთქმა ესმოდა მთელ დედამიწას აი ესევე ადამიანი მე მოbrunდება აუცილებლად ახალგაზრდა ადამიანი და რა თქმა უნდა უფალთან იქნება შეუძლებელია ის არ მოbrunდეს და მან გემოიცოდეს ზიარებისა მან იცოდეს გემო ახსარებისა თუ რა არის ეს სულიერი ნეტარების ღმერთთან ყოფობის ლოცვის გემო იცოდეს და აი ამ ცხოვრების რაღაც ეტაპზე მაინც არ დაუბრუნდეს და ამის ძიებაში იქნება მუდამ ადამიანი ხომ ბედნიერებას ეძიებს ადამიანს უნდა რომ ის იყოს ბედნიერი ის იყოს ჯანმრთელი ის კარგად ცხოვრობდეს კომფორტულად ცხოვრობდეს და რა თქმა უნდა ამაზე უკეთესი ცხოვრების წესი არ არსებობს დედამიწაზე და ქრისტიანობა რასაც ქვია ქრისტესთან ყოფობა ეს არის ყველაზე ბედნიერი წუთები როდესაც ადამიანი ხარ ღმერთთან
დრო და ბუნებრივი ამას მუდამ ეძიებ შემდგომ. მუდამ გინდა რომ იყოს სულიერად გაწონასწორებული, მადლში იყო, ეზიარებოდე, აღსარებას ამბობდე, რაღაცაი ღმერთისთვის კონდეს ადგილი გულში და ეს რა თქმა უნდა ჩვენ ყველამ გამოცდილებით იცის ეს ბავშვმა რომ ეს როგორ მიიღწევა, ამის გამოცდილება აქვს, იციან ბავშვებმა რომ აი ლოცვას რადმხელა ძალა აქვს, რომ შრომა ჭირდება ერთგვარი სულიერი და აი ამის არ უნდა შეგვეშინდეს ჩვენ უნდა რა თქმა უნდა ფხიზლად უნდა ვიყოთ მოძღვარი ესე ეკლესია და ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს პატივცემულო რომ მისი სამეგობრო წრე აი ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი რომ ეკლესია მისთვის არა მარტო უნდა იყოს ადამიანისთვის სამლოცველო ღვთის სადიდებელი ადგილი არამედ ეს არის ადამიანთა კრებული მისი სამეგობრო წრე, რომელსაც ის იცნობს ეკლესიურ გარემოს, მეგობრებს და ეს არა ცოტა ხალხი არ არის. საფუძველი ჩვენი ცხოვრებისა რა არის? მაცხოვრე ესე ამბობს, რომ რომელსა უნდოდეს შემდგომა ჩემდა, უარყან თავითვისიო. აღიღენ ჯვარითვისი და შემომიდეგინმე. აი ჩვენ ყველანი ხვდებით, რომ საკუთარი თავის უარყოფა აი ეს არის ის ყველაზე დიდი სირთულე ქრისტიანისათვის, ბერმონაზონისათვის, სასულიერო ნებისმიერი ადამიანი, რომელიც დაძლევა, არის ფაქტიურად გამარჯვება ქრისტიანობაში რა. რას ნიშნავს ეს, რომ როდესაც ღვთის საქმე გაქვს საკეთებელი და საკუთარ სურვილების უარყოფა გიწევს. აი ეს არის ურთულესი საქმე. თუ ამას დაძლევს ადამიანი და მონასტერი და თუნდაც მარხვა ზუსტად აი ეს არის. მარხვა რაში გვეხმარება ჩვენ? ეს არის წრთობა, ეს არის ასკეტიზმი, ანუ წრთობა. ბავშვს, რომელიც იზრდება, რომ ყველაფერი საუკეთესო ბავშვისათვის, აი ამ პრინციპით და ერთგვარად შეიძლება ეგოისტად კიდეც აღიზარდო, ჩამოყალიბდეს ბავშვი. ჩვენ უნდა რატო არის კარგი რომ ესე იგი სახალისო მარხვა გქონდეს მას, ანუ მოძღვარი როდიდან ეუნება ბავშვს რომ დაიწყება. როცა ის იწყებს უკვე ესე ვთქვათ შეუძლია მას წრთობა საათობით იჯდეს სასკოლო მერხსთან, ხო? ძალიან რთული, აი ჩემი ერთ-ერთი შვილისთვის ძალიან რთული იყო, ვერ იჯდა, იდგა ხოლმე რა. იმდენად მოუსვენარი არის ერთი ბავშვი, რომ ნახევარი სასწავლო წელი ფაქტობრივად იდგა ხოლმე, ვერ იჯდებოდა, ამდენი ხანი უჭირდა. ბავშვი ძალიან ძნელია. რთული, აი ესეც წრთობაა უკვე რა. ძალიან კარგი არის ეს სულისათვის, რომ მაგრამ ამას როგორ უნდა აკეთებდეს ბავშვი, იცით? უნდა ენატრებოდეს მარხვის დაცვა. აი მე მახსოვს ჩვენ შვილებს, ოდესაც მოაქვს ჩვენთან შოკოლადი, ჭამე მამა, ჭამედი და ჩვენ მარხვა ახლა როგორ შევჭამ და მეც დავიწყებ, არა ჯერ ადრეა ჯერ ან მეც ხო ერთი ხო რა არის ეს მარხვა, ერთი სულე მეც მინდა ეს მარხვა, არა ჯერ არა სრულად მინდა, არა ვითარ შემთხვევაში არ დაიწყებ სრულად ჯერ არა, სანამ არ გახდები 12, 13, 14 წლის. აი იცით ინდივიდუალურია ეს, ძალიან ინდივიდუალურია და რომ მოძღვარი, სულიერი მოძღვარი, რომელიც ბავშვს კარგად იცნობს და თავიდანვე სწორ გზაზე დააყენებს. დიახ. მაგრამ აი ეს აღმოჩნდება ფუჭი, თუ კი მე მშობელი არ მარხულობ, როგორ უნდა უთხრა შულს არ ჭამო ისავს ყველი და ხორცი როცა მევჭამ. შეუძლებელი რაღაც საშინელება რაღაც გონია ბავშვი რომელიც იზრდება. ანუ აქ არის ზომიერება საჭირო. სიყვარულია რა თქმა უნდა საჭირო და სიყვარულით როდის შეძლებს ადამიანი სხვა ადამიანს მოეპყროს, როცა თავად მკაცრია საკუთარი თავის მიმართ, ვინც მკაცრად ექცევა საკუთარ თავს, ის რა თქმა უნდა ხდება რამდენად ძნელია და რამდენად რთულია სულიერი ცხოვრება და სხვა რამდენად საჭიროა და სხვა სიყვარულით ეპყრობა. დიდი მადლობა მამა დავით ესეც საინტერესო საუბრისთვის და რჩევებისთვის. ჩვენს ტელემაყურებელს შევახსენებ რომ ჩვენი სტუმარი გახლდათ თემქაბზე მდებარე ბიჭვინთის ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის ხატის სახელობის ტაძრის წინამძღვარი დეკანოზი დავით კონჯარია. ჩვენ დაგემშვიდობებით ნახვამდის.